და მივიდნენ ზღვის გაღმა გერასენელთა ქვეყანაში. და როგორც კი ნავიდან გადმოვიდა, მიეკება მას კაცი, რომელიც უწმინდური სულისგან იყო შეპყრობილი და სასაფლავებიდან გამოდიოდა. იგი საფლავებში ცხოვრობდა და ვერავინ ვეღარ აბამდა. ჯაჭვითაც კი, რადგან მრავალგზის დაებად ბორკილებითა და ჯაჭვებით. მაგრამ ჯაჭვები დაეხსნა და ბორკილები დაუნდრევია. და ვერავინ ახერხებდა მის შეკავებას და დღე და ღამე მთებში და საფლავებში ღაღადებდა და საკუთარ თავს ქვებით იჭრიდა. ხოლო შორიდან რომ დაინახა იესო, მივიდა, თაყვანისცა მას და ღაღადებდა ხვამაღლა და ამბობდა: რა მაქვს შენთან, იესო, ძეო ღმერთისას, უზენაესისაო? შეშფოთებული გეფიცები ღმერთს, ნუ შემაწუხებ, რადგან ეუბლებოდა მას. გამოდი სულო უწმინდურო, ამ კაციდან და კითხა მას, რა ქვია? ხოლო მან უპასუხა და უთხრა: ლეგიონი მქვია, რადგან მრავალნი ვართ და ევედრება შეევედრა მას, რომ არ გაეგზავნა ისინი იმ ქვეყნის გარეთ. ხოლო იყო იქ მთაზე დიდი ტყვილი ღორებისა, რომლებიც წოვდნენ. და მრავალი ხმით ევედრებოდნენ მას, ყველა ეშმაკი მიგვავლინე ღორებში, რომ შევიდეთ მათში და ნება დართო მათ იესომ. და როცა გამოვიდნენ